წინ უძღოდა იმ პატიმრების დაკითხვა, რომლებიც ამხელდნენ ამ პიროვნებას სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტებაში. სისტემატურად ჩადიოდა ამ გადამეტებას 2011 წლიდან ეს განთავისუფლებული იქნა ეს პიროვნება განთავისუფლებული 2012 წლის 19 სექტემბერს. ამ ხნის განმავლობაში მოკლედ პატიმრებს სისტემატურად აწამებდა, ცემდა სხვებთან ერთად. გამოძიება მიმდინარეობს ჯერჯერობით გამოიკვეთა ამის მიმართ, ამ პიროვნების მიმართ. ატიტულებდა მოკლედ რა იყო იცით რა თბილისის ციხეებში რაც ხდებოდა და რაც გაგიგიათ აბსოლუტურად ყველაფერი ხდებოდა ზუგდიდის ციხეში. რა თქმა უნდა მცოცხების გამოკლებით და იმის გარდა დანარჩენი სულ ყველაფერი ეს ადამიანების წამება, ცემა დილის 6 საათიდან ეს იყო რაღაცა სისტემა ესეთი თითქოს ერთი კაცი ხელმძღვანელობდა თბილისიდან ამას. ეხლა მე ჩემ კოლეგებთანაც ხომ მაქვს საუბარი და თითქოს ყველა ციხეებში ასე ხდებოდა ესეთი ეს ადამიანების წამება და რისთვის კეთდებოდა ეს პატიმარი უნდა ყოფილიყო დათრგუნული უნდა ყოფილიყო ესე იგი თავს ვერ აწევდნენ თვალებში ვერ შემოხედავდნენ დაკითხვებიდან გამომდინარე საგამოძიებლო მოქმედებებიდან გამომდინარე გეუბნებით 25 კაცია დაკითხული არის 70 კაცი მაგრამ აქედან 25 კაცი რაც მე გითხარით ამაში ამ ხელს თვითონ ამ პიროვნებას და კიდე სხვებს რაც ალბათ გამოძიება მაგასაც დაადგენს ამ პიროვნებებს სახელი და გვარი ვიცით მაგრამ მტკიცებები ცოტა მან ჯერჯერობით ამ პიროვნებასთან დაკავშირებით მუშაობ. რომელი უფლებაა? ეს არის 333 მუხლის მესამე ნაწილი. ეს ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას. არა ადამიანი მოხმობა და წამება. არა, წამება არ არის, ეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. სისტემატურად ესე იგი ერთი წელიწადნახევრის განმავლობაში და განსაკუთრებით არჩევნების წინა დღეებში იყო, აი პირდაპირ გააფრთებული იყო ეს პიროვნება.